ჩვენი დილა პიკის საათით იწყება. წარმატების ფორმულა. ლანაბლიადის საავტორო რუბრიკა. რამდენი აზრი მოგდის დღის განმავლობაში თავში და რატომაა მისი 80% ნეგატიური? რას ნიშნავს პოზიტიურად აზროვნება და როგორ მართოთ საკუთარი აზრები? ინტელექტ ტრენერის ხვიჩა მებონიას რჩევები რუბრიკაში წარმატების ფორმულა. შეადგინეთ თქვენი წარმატების ფორმულა ლანაბლიადის საერთოდ. პიკის პიკში. Რასაც და 20 წუთზე დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში დილა მშვიდობისა ყველას და დღეს პარასკევია, იწყება რუბრიკა წარმატების ფორმულა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ რუბრიკა, როდესაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც მიგვიყვანს ჩვენ წარმატებამდე. შევხვდებით მწერვალზე. კი, ნამდვილად. თუმცა მე მახსოვს ალექსანდრე ჯეჯელავამ გითხრა, რომ წარმატებას ცოტა სხვანაირი ახსნა ქონია, ანუ წარმატებას კი არ უნდა მიაღწიო, წარმატება უკვე გვაქვს, იმიტომ რომ ეს განვითარება წარმატებას ნიშნავს, კი, ნამდვილად. მაგრამ ჩვენ ახლა ვუბრუნდებით თემას, თუ როგორ შეიძლება ვიაზროვნოთ დადებითად. დამკვიდრებულია ასეთი ტერმინი პოზიტიური აზროვნება, ხო? მაგრამ ჩვენ რომ უფრო ქართული საუბარი გამოგვივიდეს, მოდით შევცვალოთ ეს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიაზროვნოთ, ვიფიქროთ დადებითად, როგორ შეიძლება გავფილტროთ ის აზრები, რომლებიც მოგდის და როგორც ბატონი ხუჩასგან გავიგე, თურმე 50,000 აზრი მოგდის დღის განმავლობაში თავში და ამ აზრებიდან 80% თურმე ჩვენ და უნებურად არის ნეგატიური. საინტერესო როგორ შეიძლება დავაბალანსოთ და თუ პირიქით არ იქნება 50-50-ზე მაინც როგორ დავიყვანოთ. მოკლედ ვსაუბრობთ დადებით აზროვნებაზე და მე მინდა ჩვენს მენელსაც მოუწოდო დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში 240-91-92 ან 240-92-92. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ბატონი ხვიჩა მებონია, ინტელექტ ტრენერი, სამოტივაციო სპიკერი და ასევე წარმატების აკადემია MK-ის დამფუძნებელი. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს მენელს. მადლობთ რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. ბატონო ხვიჩა, ბოლო დროს განსაკუთრებულად, აი სოციალური ქსელი არაჩვეულებრივი რაღაცაა დასაკვირვებლად. იმიტომ რომ ერთგვარი მონიტორინგი შეგიძლია მარტივად. ერთმანეთს მოუწოდებენ ყველა რომ ხალხო უფრო მეტი პოზიტივი, მოკლედ სიტყვა პოზიტივი გახდა ძალიან ესეთი მოდური, მაგრამ მოდი თქვათ ასე, როდესაც გარშემო ამდენი რაღაც სუდი რომლებიც მხოლოდ ამ პოსტს აზიარებენ ან წერენ, მაგრამ თვითონ თესენ ნეგატივს მე ამ ყველაფერს მე. ანუ ხშირ შემთხვევაში ესე ყველას არ ეხება, მაგრამ მე უშუალოდ ვჩნდება ადამიანებს, რომლებიც ანუ ამ რაღაცა მეტი პოზიტივი ერო რაღაცა. კი და ამ დროს თვითონ ისეთი დაბღვერილები დადიან ხუჩაში. დანარჩენი სხვა პოსტები არის ძალიან აგრესიული. თავს ვიდეოები ასე შემდეგ თუ დაუკვირდებით ეს სოციალურ ქსელმა ძალიან კარგი რაღაც გააკეთა ამ კუთხით რომ ადამიანები რომლებიც მეგონა რომ თქვა იყვნენ დადებითები იყვნენ მოაზროვნეები რაღაცა აღმოჩნდა რომ ძალიან რაღაცა მალე ამოიწურნენ იმიტომ რომ ან ფასადური იყო მოდი ესე ვთქვა ეს ადამიანები რომლებიც მეგონა რომ არც საინტერესოები იყვნენ არც მათი სიღრმე არ ქონდათ ასე შემდეგ ისინი გამაკვირვეს ძალიან ხშირ შემთხვევაში მოხდა ასეთი რამე მოდი გადავიდეთ ბატონ ხვიჩა რას მეთქვის აი ამ მეტი პოზიტივის მომთხოვნ ადამიანებს როგორ ხდება ხოლმე ეს ყველაფერი? საიდან მოდის? ანუ რამდენად შესაძლებელია რომ ადამიანმა მეორე ადამიანს პოზიტივისკენ თქვათ მოუწოდან თვითონვე საკუთარ თავი განაწყოს ესეთი დადებითი ენერგიისკენ. და საერთოდ იცით რითი დავიწყოთ საუბარი? აი გიორგის თემას განვავრცობ. ეს დადებითად აზროვნება თანდაყოლილია, ბუნებით უნდა იყო ასეთი მოაზროვნა, თუ შეიძლება რომ დავიბადე მელანქოლიკი, მაგრამ აი რაღაცნაირად გარდავიქმნა და ეს ჩემი უარყოფითი ვთქვათ არ მოვდო ქვეყანას. ზოგადად ყველა ადამიანი ნელ-ნელა შემოგაშვება. ალბათ გასაგებია რომ ამ ნახევარსაათიან ფორმატში ვერ ამოვწურავთ თემას თლიანად, მაგრამ რაღაც გარკვეულ საკვანძო საკითხებს შევეხებით და ასევე მივცეთ შემდეგ მიმართულებას სცენას, რომელიც დაინტერესდება თუ სად მოიძიოს უფრო დამატებით ინფორმაცია და შესაბამისად რაღაც დამხმარე საშუალებები, ტექნიკები, სავარჯიშოები თუ ასე შემდეგ ლიტერატურა. რაც შეეხება იმას იბადება თუ არა ადამიანი, ზოგადად ყველა ადამიანი იბადება უზარმაზარი დადებითი ენერგიით. ყველა ადამიანი იბადება სიყვარულით და სიყვარულისთვის. ყველა ადამიანს ღმერთი მქმნის თავის ხატად და დარად. უბრალოდ ჩვენ შემდგომ უკვე როცა ხვდებით ამ სამყაროში, მიწიერ სამყაროში, შემდეგ ხდება აი ამ სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი, სოციალური, საგანმანათლებლო სისტემების ზეგავლენის შედეგად რაღაც ერთგვარი ბლოკირება ადამიანებში ამ ღვთიურისა, იმ უდიდესი სიყვარულის ანუ კონსტრუქტივიზმის თეორია, როგორც ვითარდები, გარშემოყოფები, ვინ ყავს, რა პირობები გაქვს. ზუსტად. ყველაზე ცნობილ წარმატების ფორმულაში 10-40-50 თემა ტომას ლენარდის, რომელსაც ფართოდ იყენებენ დღეს წარმატების
ფსიქოლოგიაში 40% მოდის სწორედ აზროვნებაზე და 50% მოდის გარემოცვაზე. ხო, 10% მოდის განათლებაზე და ცოდნაზე, რომელიც მიიღო ადამიანმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ცხოვრებაში ხდება სწორედ გარემო ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ყალიბდებით ჩვენ ან ესე ვთქვათ დადებითად მოაზროვნე ადამიანად ან შეიძლება პირიქით მოგვაქვს რაღაც უარყოფითი საზოგადოებაში თუმცა არსებობს სხვა მოყოლილი რაღაც სხვადასხვა სულიერი ასე ვთქვათ ისტორიები ვალები, მაგრამ მე ცოტა სხვა თემაა დღევანდელს არ შეეხება. და რაც შეეხება წარმოდგენას, რომ აი გიორგიმ რო თქვა, რომ რაღაც თითქოს და ესეთი ზედაპირული წარმოდგენა აქვს ხალხს პოზიტივზე, ესეც ერთ-ერთი მომენტი არის, როდესაც ჩვენ არ გვაქვს გააზრებული, რას ნიშნავს საერთოდ პოზიტივი. ანუ ჩვენ როგორ ვიაზროვნოთ დადებითად ამ შემთხვევაში შეკითხვას როგორ სანამ დავიწყებთ პასუხის და გავარკვიოთ რა და რატო. საერთოდ და თუ ზედაპირულად გვესმის პოზიტივი დადებითი რომ აი უბრალოდ უნდა გაიღიმო, უბრალოდ კარხასიაძე იყო. კი, ეს არის ისეთი გარეგნული მხარე, ერთი ხილული მხარე, რომ კარხასიაძე უნდა იყო, მაგრამ რა პროცესები ხდება ამ დროს ჩვენ შიგნით, აი ზუხილავი მხარე, აი ეს თუ არ ვიცით, მაშინ რაც არ უნდა ჩვენ ტექნიკები ვისწავლოთ, რაც არ უნდა მეთოდები ვისწავლოთ იმისა თუ როგორ დავეუფლოთ ჩვევას დადებითად აზროვნებისა, ეს იქნება მყიფე და პირველივე წინააღმდეგობის დროს აი თუ ხარ ათროს პოზიტიური აზროვნება, ამდენი უბედურება, ამდენი ნეგატივია გარშემო და ასე შემდეგ. და რას ნიშნავს თვითონ აზროვნების პროცესი, როგორც აქ ახსენეთ, თქვენ ახსენეთ, საშუალოდ ეხა ეს მე არ დამითვლია, მაგრამ ასე ამბობენ, ეთყობა რაღაც სტატისტიკა არსებობს, რომ საშუალოდ დღეში 50000 აზრი მოდის და აქედან უმრავლესობა არის უარყოფითი, ასე ვთქვათ. ხო და აზრს აქვს ძალიან ისეთი თვისება, რომ ის ახდენს გენერირებას იმავე მიმართულების აზრებისა, რომელიც თვითონ წარმოიშვა პირველად, ხო? და თუ თქვათ ეს არის პოზიტიური, ახდენს პოზიტიური აზრების გენერირებას და შემდგომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გარესამყაროში გადის, გვიბრუნდება უკან. იმავე ფორმით. ანუ რა ხდება? რაც ჩვენს გარშემო ხდება, ეს არის ანარეკლი იმისა, რაც ხდება ჩვენ შიგნით. რასაც ჩვენ გარედან ვღებულობთ, ეს არის მანამდე ჩვენს მიერ გარესამყაროში გაშვებული სიგნალის უკავშირი. გავუშვით პოზიტიური დადებითი, მივიღებთ დადებითი. ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. თუ დავუშვათ მე მაღაზიაში შევედი, ვიყიდე პური, ფული გადავიხადე, მე ვიცი რომ ღებულობ, რაღაცა გავეცი და რას მივიღებ. თუნდაც პისიერი არ იყოს, გამოვიწერე რაღაცა ინტერნეტით, ერთი კვირის მერე ჩამომივა, მაგრამ ვიცი რომ რა გადავიხადე ამაში, რა გავეცი და რას მივიღებ, ხო? ამ შემთხვევაში, აზროვნების შემთხვევაში იგივე პროცესები ხდება, რასაც გავცემ, იმას ვიღებ აუცილებლად, მაგრამ ეს არ ხდება ისერა და მე არ ვიცი ეს რომ ხდება. მაგალითად, მე არ შემიძლია დავამყარო კავშირი იმ მოვლენებს შორის, რომ აი ქუჩაში მივდივარ, მანქანით ვიღაცამ გადამიჭრა და გავნევრულდი, შევაგინე, დავწყეულე, ან შეიძლება სიტყვიერად არა, მაგრამ გონებაში გავაკეთე ეს ყველაფერი და როცა მივედი დანიშნულების ადგილას, ვერ ვიპოვე პარკირების ადგილი. და კიდევ ახალი ხო? ამ ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება ეს ამე კავშირში იყოს. ან დავუშვათ, დავეხმარე ვიღაც ხანში შესულ ხალბატონს. უნდა გავტესტო ახლა აქედან რა. ან დავუშვათ, დავეხმარე ვიღაც ხანში. ნოცა კურთხევით უნდა გავიარე, ნება გავაჭრე. ჩვენ ქალაქში სულას უნდა იარო. ხანში შესულ ხალბატონს დაეხმარე, დავუშვათ რაღაცა მძიმე ჩანთას მიაცროს ქუჩაში დაინახე, დაეხმარე. და თვის ბოლოს მოულოდნელად პრემია მოგცეს სიტყვაზე. თქვა აი სამსახურში, ხო? ეხლა კაცაში პრემიას აიღებ. ვერც კი არც კი გაგახსენდება ალბათ, რომ რაღაც ორი კვირის წინ ვიღაცას დაეხმარე ქუჩაში და მით უმეტეს საერთოდ კავშირს ვერ დაინახა, მაგრამ ეს კავშირი არსებობს. ამიტომ დადებითი აზროვნება ნიშნავს ვეცადოთ მუდმივად და ხშირად მოვახდინოთ აი ესეთი დადებითი იმპულსების. ანუ მადლიქენი ქვაზე და წინ დაგხვდება დაახლოებით ასეთი. რა თქმა უნდა ესეთი გამოცდილი და ცხოვრებაში დადესტილი სიბრძნედებს უდიდეს ბატონო ხოჭა ვიდრე განაგზობთ მე მსმენელს მინდა მოვუწოდო ძალიან ბევრს საუბრობთ რაღაცა სტერეოტიპული შეხედულება გვაქვს ხოლმე აი თუნდაც ჩვენს ერზე აი მაგალითად სტერეოტიპებს თუ გავიწყებთ იტალიაზე ამბობენ რომ ძალიან ხიარო ძალიან პოზიტიური დადებითები არიან ესპანელებიც ნუ მეტნაკლებად ისეთები არიან ქართველებზე რა შეიძლება თქვა მე მსმენელებს მინდა მოვუწოდო დაგვირეკეთეთ თქვენი აზრით რამდენად დადებითად მოაზროვნე ერი ვართ აი ეს მინდა რომ გითხრეს საკუთარი აზრი ჩვენ მომსმენელმა 241 ეს არის ეს ტელეფონის ნომრები რომლებიც შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რაც შეეხება ამ კონკრეტულს ჩვენ ბოლო არ ვიცი შეიძლება ადრეც ასე იყო მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დავიწყეთ საკუთარი თავის ჭამა ანუ რომ ჩვენი ერი რაღაცა ერთმანეთს ჩვენ ასე ჩვენი მე მგონი ნაკლებად
დავაკვირდებით სხვა ერების აი ამ კუთხით შეხედულებებს, იმიტომ რომ მაინც და მაინც არ არის საჭირო გასაგებია რომ სოციალური პრობლემებია, გასაგებია რომ რაღაცა მაინც არ არის სახარბილო. მაგაზე ჩემი აზრი მაქვს გეტყვი გიორგი მსმენელი გველოდება. მაინც ვთქვი რომ ჩვენ შეგვიძლია თუნდაც აი სიდუხჭირის პერიოდშიც ან გაჭირების პერიოდშიც დადებითად ვიყოთ განწყობილები, იმიტომ რომ მაინც ვერ ვცვლით ამ კონკრეტული ერთმანეთის ჭამით და მე მგონი რომ არც განსაკუთრებით ერთმანეთს არ ვჭამთ. უბრალოდ ერთმანეთს ვძაბავთ ამიტომ რომ ჩვენ ცუდები ვართ. მსმენელი ჩვენ და ხაზე დილა მშვიდობისა. მოგესალმებით ჩვენ. ჩვენც მოგესალმებით. რასაც ვაკეთებთ, ჩვენთვის ვაკეთებთ. კარგსაც და ცუდსაც. რა თქმა უნდა. ამიტომ ალბათ ჯობია არჩევანი. აი ამ არჩევანშია ყოველთვის პრობლემა მე მგონი. და ერთი რამეც, აი როგორი ხალხი ვართ, გენიალური ხალხი ვართ, კარგი ხალხი ვართ, მაგრამ აი ბოლო პერიოდში არჩევანის პრობლემები გვაქვს. ეს ალბათ ჩვენი აი ცოტა ჩაღრმავება ჭირდება ალბათ ამას ყოველთვის. უთულესი ქარტეხილების პერიოდში გამოვიარეთ, ხო? იმას საბოლოო ჯამში მე მგონი სწორ არჩევნებს გავაკეთებ. კი ბატონო. მადლობა თქვენ ზარისთვის, შეგიძლიათ დაგვირეკოთ კიდევ 240-91-92 ან 240-92 შეძახილმა ხე გაახმო, ხო გვაქვს ესეთი არჩეულებრივი ანდაზა და ვეძახოთ ერთმანეთს რომ კარგები ვართ, იქნებ მართლა ბოლომდე კარგები გავხდეთ, ხო? მიმოქმედებს ეს ჩვენზე. მოდი მოვწედოთ საკუთარ თავში რომ ჩვენ ვართ შემდგარი ადამიანები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. და სხვისი წარმატება არასრულფასოვნების კომპლექსი ქმნის მე ამ ერთმანეთის მიმართ აგრესიას. ქმნის იმას, რომ სულ რაღაც დაძაბული ხარ, სულ თვლი რომ თუნდაც ნიჭიერი იყო და თვლიდი რომ ეს მეორე ადამიანი ნიჭიერია, შენი კომპლექსი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა რომ ის ნიჭიერია. ამიტომ შენ მაქსიმალურად ვთილობ, რომ მოუძებნო რაღაცა ნაკლი და მე იმ ნაკლს ჩაეჭი და იმ ნაკლზე ისაუბრო. თუმცა შენ თვითონაც იცი, რომ ის ადამიანი ან ნიჭიერი, ან წარმატებული, ან მაგრამ რაღაცა მაინც ვთილობ, ყველა ადამიანს აქვს კიდე რაღაცა ერთი პატარა, ვთქვათ, მინუსი, რაზეც შეიძლება მოეჭიდო. ყველა ადამიანს აქვს. ორი მსმენელი გველოდება, მოусმინოთ მათ. დილა მშვიდობისა. ეთერში ბრძანდებით გისმენთ. ერთი შეკითხვა მაქვს ცოტა შეიძლება. აბა გისმენთ. ნადრივი იყოს ამ თემაზე თქვენი საუბრეთ ახლა. დიახ. ესეთი რამ მოწევს მე ყოველთვის შემახლობლებს ვეუბნები რომ აი გინება, ცუდი სიტყვები, ეს ცუდი ასე თქვა ენერგია. დიახ. არ უნდა დათესო და მე არ დაგიბრუნდება. ეს არ მოიმკი, მართალია. კი, ეხლა მე რამინა გითხრათ, ერთი რა პრობლემა მაქვს. ძილის წინ ყოველთვის გეგმო, საღამოს მეორე დღეს გეგმო და ძილის წინ ყოველთვის ცუდ რამეზე ფიქრობ. აი ყოველთვის რომ აი ეს არ გამომივა, ამიტომ ეს შემიშლის, ეს არ გამომივა, იმიტომ რომ აი ისე მოხდება და კარგზე ვერ ვფიქრობ, ანუ სულ ცუდზე და აი რას მირჩევთ, ასე ვთქვათ, როგორ მოიცე. ძალიან დიდი მადლობა. მეც ვაპირებდი ამ კითხვის დასმას, იმიტომ რომ ადამიანს ხო შეიძლება ფსიქოლოგია ქონდეს მოწყობილი ესე, ამ ჩვენს მენელს არ ეხება, მაგრამ მე მაგალითად ვიცნობ ადამიანებს, რომელმაც ჯეკპოტი რომ მოიგოს, ინერვიულებს იმაზე, რაში დახარჯოს ეს ჯეკპოტი და ეს უკვე აზროვნებასთან გვაქვს ხო საქმე, ეს ჩვენზე უკვე თითქოს აღარაა დამოკიდებული, ბუნებრივად მოდის და თუ ასეთები ვართ, თქვა უფრო უარყოფისკენ მიდრეკილი, რა გავაკეთოთ? ზოგადად ჩვენი დროს სამყაროსთან ურთიერთო მინიმუმ ორ დონეზე, ცნობიერზე და ქვეცნობიერზე, სუპერ ცნობიერზე, ცნობიერი ამას ფსიქოლოგები სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. და აღმოჩნდა რომ უარყოფითის დამახსოვრებისკენ უფრო არის ჩვენი ქვეცნობიერი მიდრეკილი. მაგრამ რა ხდება? ამ შემთხვევაში არჩევანი ქალბატონმა ახსენა წინა გამოსულმა რომ ჩვენ ყველას გვაქვს არჩევანი. დიახ, ჩვენ ყველას გვაქვს არჩევანი. როდესაც ღმერთმა ჩვენ შექმნა თავის ხატად და დარად, ჩვენ ამავე დროს მან მოგცა არჩევანის თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში წინასწარ რო იყოს განსაზღვრული ჩვენ რა ბედი გველის როგორ იქნება ჩვენი ცხოვრება, ხო იცით? გაწერილი რო იყოს, მაშინ აზრი არ ექნებოდა თავად არც ამოთხე ჯოჯოხეთის არსებობას, არც არაფერი, ხო? ადამიანი ვერაფერს ვერ შეცვლიდა, მაგრამ არა. ღმერთმა ჩვენ მოგცა არჩევანის თავისუფლება და ჩვენზე არის დამოკიდებული ყველაფერი ამ ქვეყნად. პირველი ნაბიჯი ეს არის გავაცნობიეროთ რომ ყველაფერი რა ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ეს არის ჩვენზე დამოკიდებული, ეს არის მიზეზი უნდა ვეძებოთ ჩვენ შიგნით და პასუხისმგებლობა 100%-იან ავიღოთ ჩვენ ცხოვრებაზე. ანუ ჯერ საკუთარი თავი შევისწავლოთ. ჩვენ დიახ, ზუსტად ჩვენ უნდა ჩავღმავდეთ ჩვენს თავს, ჩვენ ახლა ქუჩაში რო გავიდეთ და ვიღაცა გამოვარდეს იქიდან მანქანა დაგვეჯახოს, ან ვიღაცა გიჟმა ჩაებინოს და იქ თავით შეგვაგინოს, ხო? ჩვენ რა შუაში ვარ, ვიდექით ჩვენთვის ჩვენად ვიღაცა გიჟი გამოვარდა, მანქანა ვერ დაიმორჩილა, ხო? მაგრამ ჩვენ მოვიზიდეთ რაღაცით
აი გუშინდელი რაღაც სამყაროში გაგზავნილი რაღაც სიგნალით ჩვენ ეს ან გუშინ წინა სხვა დროს რაღაცას ჩვენ მოვიზიდეთ. ჩვენში არის რაღაცა, რაც იზიდავს ამ იცი რა წარამარ ავარიები მემართება და ვიზიდებ მე მგონი. დიახ, რაღაც ისე თქვენ ხომ და აი აურას ამბობენ, ხო? აი რა კარგი აურა აქვს ადამიანს, ან რა ცუდი აურა აქვს. ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ დაახლოებით ადამიანის გარშემო არის ერთგვარი ესეთი ვეილი, შეიძლება ითქვას ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც იქნება სწორედ იმ გზნობების და იმ აზრებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვაცხობთ, უშვებთ სამყაროში. და რაც არის დადებითი, ისიც არის დადებითი და მას აქვს უდიდესი მიზიდულობის ძალა და იზიდავს შესაბამისად თავის ანალოგიურს. და როგორ უნდა მოვახდინოთ ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიზრდებით და უშუალოდ საზოგადოებაში ვართ, სადაც არის ძალიან ბევრი ნეგატივი, ხო? პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ სწორედ ის, რაზეც ქონდა საუბარი, რა არის აზროვნების პროცესი და რომ სწორედ ჩვენზე არის ყველაფერი დამოკიდებული. თუ ამას არ ვირწმუნებთ, აზრი არა, რაც არ უნდა ტექნიკებებზე ვისაუბროთ, არ იმუშავებს უბრალოდ. აი, ერთ ფსიქოლოგმა მითხრა და მე მგონი ახლოსაა, რომ სარამდეჯერაც ავარია მომივიდა, იმდენჯერ მართლა არ იყო ჩემი ბრალი, რა თქმა უნდა, ანაზღაურეს ბოლომდე გააკეთეს, მაგრამ ეტყობაო კანონი რომ იყოსო და ბალანსებულიო, შენ სხვა მხრიდან გაქვს იმდენად ბევრი ბენეფიტი, როგორც სარგებელი, რომ ამით ბალანსდებაო და მე დავფიქრდი და მე მგონი მართლა ასეა. მსმენელი გველოდება ხაზე, დილა მშვიდობისა. მოგესალმებით. წინათაც იყო გამოთქმული, რომ მართლა ცუδιერი ნამდვილად არა ვარ. ვარ ძალიან სტუმართ მოყვარე. ძალიან რაღაც ამ ეპოქის ქარტესლებმა რასაკვირველია გამოიწვიეს ცვლილებები ერესხაციაში, მაგრამ ძირითადი დარჩა. აი წინამძღოლმა როდის იყო მე არ მახსოვს რომ ასწეს ყოველი ადამიანი იგინებოდეს ქუჩაში არცერიდება რომ ის ირგვლივ ან ქალბატონები ამბავს ვინც არ უნდა იყოს მე მგონი ეს უკვე ზრდილობის ამბავია ერთი რაც კიდევ არ მომწონს ჩვენს ერთი და ეს როდის დაიწყო არ ვიცი ეს არის თუ უცხოელი ვინმე ჩამოვიდა უნდა გადაყვნენ და ფეხქვეშ გაეგოთ 100%-ით გეთანხმებით არ მიმაჩნია მართებულად და ძალიან ბევრმა მერე სამსუბლოში დაბრუნებულმა დაფცინა ეხლა არ ჩამოვთვლი ამის მაგალითები არსებობს და არ შეიძლება ეხლა რო იყოს ჩამოსული ინდოელი მსახურები არ შეიძლება ასე ფეხქვეშ გაგება არ მიმაჩნია სწორად და მართლა დადებით. თუმცა სტუმართ მას პინცლობა ნამდვილად გავალდებულებს, რომ მათ შესაფერისი ყურადღება მივაქციოთ. კიდევ ერთი სვენელი გველოდება და მე უპასუხე. კარგი, უპასუხე, მიდი. ჩემს სვენელს გავიგებ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ეთერში ვარ? ეთერში ბრძანდებით, დიახ. გამარჯობა. დავიწყე იქიდან, რომ აზრი და განსხვავებული აზრი არ არსებობს. აზრი ერთია. დიახ. თქვენ გახსოვთ სიმღერა კაზე შემოდგომის ნისლია მიფრინავენ მერცხლები. დიახ. ხო? დიახ. შემოკარგოთ თუ დაუკირდებით მერცხლები მიფრინავენ 3 აგვისტოს და სწორი იქნებოდა ან იხვები ან ბატები. გამიგეთ? ვერ გავიგეთ ცოტა. ბოლოს რა თქვით ის ვერ გავიგეთ? თავიდან გავიგეთ. სწორი იქნებოდა მიფრინავენ ბატები ან იხვები და მერცხლები უკვე გაფრინილია მერცხლები ტოვებენ საქართველოს 3 აგვისტოს და ჩვენ თემასთან კავშირში რა კავშირშია ისიც გითხარით და იმიტომ რომ აზრი და განსხვავებული აზრი არ არსებობს განსხვავებული აზრი უკვე სისულელია ყველას აზრია რა თქმა უნდა კი ბატონო მადლობა თქვენ კიდევ ერთი მსმენელი გველოდება ვალოდინეთ და გაგვეთიშა შეგიძლიათ დაგირეკოთ რა იქნება ერთი კვერცხის მეგობარი დედალი მაქსენდება გაგაცედა ხო ჩვენი ჩანაწერში თემასთან არ იყო კავშირი მოდი მე ახლა შეიძლება უპასუხო კი მოკლედ ნუ ბოლო გამოსვლელზე ვიტყვი რომ რა თქმა უნდა არსებობს განსხვავებული აზრი, ჩვენგან განსხვავებული აზრი არსებობს. შეიძლება თვითონ კონკრეტულზე რაზეც შეიძლება კამათია დისკუსია იყოს ერთი ჭეშმარიტება, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი არსებობს. ორ ადამიანს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს რაღაცა პროგრამულად ერთი და იგივე აზრი. არც უნდა ჰქონდეს ალბათ, ხო, ინდივიდები ვართ ყველა და ყველას განსხვავებული აზრი აქვს. ანუ წინა გამოსვლელს ქალბატონს უბრალოდ აქ არის ორი მე შევხვდი ერთხელ, როდესაც
ინდოელი არა თურქი მსახიობი ჩამოვიდა სტუმრად აღარ მახსოვს აქ სავაშ ბალდარ თუ რაღაც ასე შემდეგ სავაშ მურატ ილდირიმი მურატ ილდირიმი ნუ მახსოვს რომ სერიალიდანში იგეკითხა თუ რაღაც მოკლედ და მომიწია კონკრეტულ ღონისძიებაზე დასწრება და მეც სხვადასხვა არ მომეწონა ის რომ ძალიან ემოციურად გამოხატავდნენ ქალბატონები თუმცა ეს ყველა ქვეყანაში ხდება როდესაც კონკრეტული ძალიან ცნობილი არტისტი ჩადის აქ არ აქვს მნიშვნელობა მის წარმომავლობას ან მის პოპულარობას კონკრეტულ რაღაცა ოლქში მოიპოვა მან ისეთი პოპულარობა რომ ადამიანები ჭკუას კარგავენ მაგალითად თუ ვინმე დაინტერესებს ბუქარესტში არის ჩატარებული და ბუდაპეშტში კონცერტები მაიკლ ჯექსონის სადაც მთელი კონცერტის მანძილზე სპეციალურად არის კადრები დაფიქსირებული როდესაც რამდენი ადამიანი გაყავთ საკაცით შეწუხებული არა იმიტომ რომ ჭყლეტვა იყო არამედ ემოციისგან გაყავდა თუნდაც ანუ ეს სხვა შემთხვევაა მე მგონი ქალბატონი აი ზოგადად უცხოელების სტუმრობაზე ამბობდა და არა ცნობილი და ეს პარალელს ვარ სხვა ქვეყნებში წხვდებიან ასე ემოციურად ეგებიან ფეხქვეშ ბჭყალებში და ცემენ პატივს და ხა თუ ვინმე წავა და დაგვრცინებს ეს უკვე მისი პრობლემაა ხო რომ მას პატივიცეს რაღაცა ზენიტში აიყვანეს გადაყვნენ თან და მე წავიდეს და იქიდან რაღაცა აკინიკოს დავბრუნდეთ ჩვენს თემას ახლა და ჩვენ გვაქვს პატარა გამოკითხვა არა ცუდი სტუმართ მოყარეობა მოკლედ ნამდვილად არ არის ცუდი და ყველას უნდა დავხვდეთ შესაბამისად და ის დაგვიფასებს თუ არა ეს უკვე მისი პრობლემაა ალბათ ჩვენ გვაქვს ჩანაწერი მარიამ ჩოჩია მოგვიმზადა ჩვენმა კორესპონდენტმა რამდენად ზრუნავს ადამიანი იმაზე რომ იყოს დადებითი თუმცა ვიდრე გაუშვებთ იქნება კი ბატონო სმენელი გველოდება კიდევ დილა მშვიდობისა მოგესალმები ჩვენც მოგესალმებით დილა მშვიდობისა თქვენ შემოქმედებით კოლექტივს უსურვებთ წარმატებებს და ეხლა ზოგადად ჩამოყალიბდები ძალიან მხიარული მამაცი სტუმართ მოყვარე ერი ვართ კიდევ შეიძლება სხვა ეპიტეტებით ქართველების დახასიათება მხოლოდ ერთმანეთის მიმართ ვართ აგრესიულები ეს ისტორიული ქარტეხილებიდან გამომდინარე და საუკუნეების მანძილზე ქართველი კაცი სულ ხმლის ქნევაში იყო და მტრის მოგერიებაში ამანაც ზოგადად ჩამოაყალიბა ერის ფსიქოტიპი მაგრამ იგივე ნიშან-თვისებები რაც მსოფლიო ერებს ახასიათებთ გადახედეთ რა წარსულ საუკუნეებს რაც ხდებოდა ყველგან იგივე ნიშან-თვისებების მატარებელი სადღაც ზოგადად ჩვენც ავართ და კიდევ ერთ რამეს გეტყვით წეგან ჯაზზე იყო საუბარი ჩემთვის ელა ფიჯერალდია უპირველესი ჯაზმენი შემსრულებელი ქალბატონი და ვიტყვი რომ ქართველებს ის რაც პოლიფონიის სიღრმიდან მოდის ქართველიერი არ უნდა გვიკვირდეს ზედმეტად ჯაზი კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მადლობა კი ბატონო მადლობა თქვენ ზარისთვის და დაანონსებული ჩანაწერი უნდა გაუშვათ და მოდით უბრალოდ ჩვენ თანამოქალაქეების აზრი მოვისმინოთ რამდენად ცდილობენ რომ იყვნენ დადებითები და ეს უარყოფითი ემოცია ჩაახშონ და რა მეთოდებით ცდილობენ არასდროს არ მიცდია უარყოფითი ემოციის დადებითად შეცვლა, იმიტომ რომ ვფიქრობ, როდესაც უარყოფითი ემოციით ვიმუხტები, აუცილებელია რაღაც ფორმით გამოვხატო ის, რაღაც ან სიფრაზით, ან წყენით. თავარი რაც ყველაზე მეტად მშველის ხოლმე არის რამე ბუნებრივთან შეხება, ან სცენარებთან, ან მიწასთან, ან სადმე გასეირნება. ნებისმიერ ბუნების მოვლენასთან, აი თუნდაც ძალიან ცუდი ამინდი რომ იყოს, აი წვიმა, ქარი, ამანაც კი შეიძლება კარგ ხასიათზე დამაყენოს, იმიტომ რომ ამ დროს ენერგიას რაღაცნაირად უფრო მეტად ვიღებ, ანუ მარტო მზიანი ამინდი არ მაყენებს კარგ ხასიათზე. როდესაც სწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ ჩაგვიტარდა ესეთი ტრეინინგი Power of Positive Thinking, რაც გულისხმობს, რომ პოზიტიურ აზროვნებას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. პოზიტიურად აზროვნება რა იგულისხმება, ანუ ცუდის დანახვა უფრო ნაკლებად რომ მოახდინო და უფრო რომ თქვათ აი შედეგზე ორიენტირებული იყო და პოზიტიურ შედეგზე ფიქრობდი, აი თქვათ რომ საქმე გაკეთდება კარგად, მაღალ დონეზე. ვიცლებით ცუდი ემოციისგან და მე უკვე დადებითად ვიმუხტები. ძალიან ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება უბრალოდ ქუჩაში გასეირნება მიშველოს, აი როცა ხედავ რომ ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიდის, ხალხი ყველა თავის რაღაცას აკეთებს, აი თითქოს ხო არაფერია, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს იმის გააზრება, რომ აი ცხოვრება ისევ ჩვეულებრივად გრძელდება. მუსიკას უსმენ ხოლმე ძალიან მშველის, ფეხიციარული ძალიან მშველის, არუმატებლობის შემთხვევაში ვიხსენებ იმას, თქვა ცხოვრებაში რა წარმატებაც ხონია და ეს ძალიან მშველის, რომ რაღაც დადებითისკენ გადავიდე. კი,
სეირნობა, გარეთ სეირნობა ძალიან მშველის და ჭამა. რაც მიყვარს, რა თქმა უნდა, არასასარგებლო საჭირს, რაც ასუქებს და რაც მიყვარს, რაღაც ჰამბურგერი, ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური, შოკოლადი. ეს ცდილობენ რომ მაქსიმალურად იყვნენ დადებით. კი, ნამდვილად შოკოლადი განსაკუთრებულად მოქმედებს ხასიათზე. ეს რო გავაკეთოთ ჩართვა შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, აი ახსენეს აქ პირველმა რესპონდენტმა ახსენა, მე მგონი რომ არ ვებრძვი უარყოფით აზრებს და ძალიან კარგი პოზიცია არის. აი იმ ბატონს რომელმაც თქვა რომ ღამით ვერ იძინებს და რაღაც აზრები მოდის და ვერაფრით ვერ იშორეს. ეს ერთი შეცდომა რასაც უშვებთ ხოლმე ადამიანი როცა გადავწყვიტავთ რომ აი დადებითი აზროვნები ჩვენ რა გავიმუშაოთ ის არის რომ აი ჩვენ მე პირადად გამომივლია ჩემ თავზე რომ ვცდილობთ რომ არაფერი არ გამოგავიკაროთ. არა და ეს უარყოფითი აზრი ეს არ მოდის გარედან მოდის გამღიზიანებელი. და აზრები თვითონ წარმოიშობა ჩვენში და ჩვენ თუ მაგას ძალით დავაკავებთ, ეს რაღაც ისეთი ნაღმივით, ხო, ნაღმივით იქნება შიგნით, ხო და არ არის წინააღმდეგობის გაწევა საჭირო. უბრალოდ ჩვენ გამოვუშვათ, დადებითი აზროვნება არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ქონდეს შეხება უარყოფითთან. არა, უბრალოდ აქ არის რაღაც ბალანსის ამბავი. ხო და ამ შემთხვევაში უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ. ბატონო ხვიჩა, მე ვიცი რომ არსებობს რამდენიმე მაგალითი ან რამდენიმე ამოცანასავით არ ვიცი რა ქვია ამას, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ჯერ ამოვიცნოთ თავნი ჩვენი, გავარკვიოთ როგორები ვართ და შემდეგ თუ აღმოჩნდა რომ უფრო უარყოფითისკენ ვართ ვიდრე კიდევ რა გავაკეთოთ. ხო, ის ტესტი ვთხოვე ზუსტად. მოკლედ ჩვენ სოციალურ ქსელში ჩვენ სპიკის საათის მეგობრებს მე ვთხოვე რომ არ დაფიქრებულიყვნენ, ესე მარტივად უბრალოდ ჩემი სტატუსის წაკითხვის შემდეგ დაეწერათ 4 სიტყვა, რაც მოუვიდოდათ თავში. ოღონდ გავაფრთხილე რომ არ დაფიქრეთ, იმიტომ რომ თუ იფიქრე, უფრო ალბათ სხვა შედეგი გვექნებოდა. სიმართლე გითხრათ, მე მაინც მგონია რომ იფიქრეს მათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დადებითი იყო და ამდენი დადებითად მოაზროვნე ადამიანი თუ ყავს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ძალიან კარგი ერი ვართ. და მოკლედ, აი, რამდენიმე წავიკითხავ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი მადლობა ყველა მათგანს, იმიტომ რომ 60-ზე მეტი კომენტარი დაგროვდა და რამდენიმე წავიკითხავ. აი, მაგალითად, პირველი გვწერს, ადამიანი ცხოვრება სიცოცხლეს ინდისი. რა კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ მისი ფსიქოლოგია, უფრო დადებითი თუ უფრო უარყოფითი, რუსო თუ შეშვილი გვწერს? რა არის იცით ანა ფსიქოლოგიაზე, ადამიანის ფსიქოლოგიაზე აი ამ მონაცემით ვერ ვისაუბრებ. ჯერ ერთი იმიტომ რომ ოდესაც ადამიანს შეკითხვას უსვავ, გააჩნია ვინ უსვავ შეკითხვას, გააჩნია რა სიტუაციაში უსვავ. ხა თქვენ წარმოიდგინეთ რომ სადღაც გამოხვედით კარგი კონცერტიდან, რაღაც კომედიიდან, ფილმიდან, კარგ ხასიათზე შეყვარებულთან ერთად ხართ, ან ყველაფერი კარგად არის თქვენ ცხოვრებაში, გამოხვედით და ამ დროს გეკითხებიან რომ რამე 4 სიტყვა დამისახელე. ხო და სულ კარგებ სიტყვას რა თქმა უნდა. წარმოიდგინე მეორე შემთხვევა რაღაც აშენელებათა ფილმს უყურეთ და რაღაც გამოდიხარ და ამ დროს ვიღაცა მოდის გოგონა ღიმილი და გეუბნება მოდი 4 სიტყვა მითხარი რა შეიძლება შეაგინო კიდევაც ხო და ანუ გააჩნი ხა როდის დაუსვეს რა შემთხვევაში და მდგომარეობაში იყვნენ ალბათ ისინი რა მდგომარეობაში იყო თვითონ და თანაც ხა როგორც თქვენ თქვით მართლა ისე გასწრაფად პასუხი თუ არა როცა ეკითხები პირდაპირ ხო ხვდები რომ ადამიანი გუცე პასუხობს მაგრამ მაინც გამოიკვეთა ტიპაჟები იმიტომ რომ აი მაგალითად ერთ-ერთი სიყო არ ვიცი მივაგნებ თუ არა ღიმილი ზღვა მზე დასვენება უკვე გამოიკვეთა რომ ის არის ძალიან ისეთი მაგრამ აი გიორგიმ რო თქვა დასაწყისში გიორგის მისა არ იყოს ხო მე ხა ვინც ეს სიტყვები თქვა დაწერა ის ალბათ არაჩვეულებრივი ადამიანია მაგრამ გიორგის მისა არ იყოს შეიძლება ადამიანმა დაწერა იქ რაღაცა და შენ გონია რომ აი მე რა კარგია რაღაცა ანაპირიქით რა საშინელება არა და სუპერიქით იყოს რეალობა ამიტომ ამით ჩვენ ვერაფერს ვერ განსაზღვრავთ ხა ადამიანს თუმცა ეს მე შეიძლება ფსიქოლოგებმა რაღაც გააკეთოს მდგომარეობაში კონკრეტულ თქვათ საათებში ან დღეს რა განცდა აქვს მაგრამ ზოგადად ალბათ მის ფსიქოტიპს ვერ გავიგებთ ესე გიორგის მაგალითად ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვისაუბრებ ამაზე ხო შეიძლება ერთ-ერთი სიტყვა იყო თუნგი რატოს მომივიდა თავში თუნგი რატომ მომივიდა თავში 4 სიტყვაში ერთი იყო თუნგი და მე ვერ ავხსენ ფსიქოლოგი ჭირდება სასტუმროში მინახავს იმ დღით თუნგი არც თვალი მომი არც არ მომივიდა თუნგი ჩვენსობიერში არის ჩვენ twins აქვს ჩვენი twin-ი ახდენს ყოველ 3 წამში ერთხელ კოპირებას ყველაფრისა სკანირებას ყველაფრისა რაც მის გარშემო ხდება ესმის და ხედავს ასე შემდეგ და გრძნობს ყველაფერი ინახება ჩვენ twin-ში კი ბატონო ორი მსმენელი გველოდება და უბრალოდ უნდა გთხოვოთ რომ ნახევარ წუთი გაქვთ თქვენ და მოვასწროთ დილომშვიდობისა ფირფასო პიკელებო როგორი აქტუალური საკითხებზე გიწერთ მუშაობა და გაიხარეთ მესამები თქვენ სტუმარს და ძალიან მინდა რომ პასუხი გამწეს ახლა რა თუმცა დეპრესიულ განწყობილებაში ჩავარდი მაგრამ ეხლა მოვეხმარე მეგობრებით ექიმებით და გამოვდედი მაგრამ რაში დავიჭირე იცით თავიდან მინდა როგორ მოვიცი ამ შემთხვევაში აი ჯიბურა
ჯილფურანში რომ მიდივარ ჩემო ბატონო, თუნდაც რომ დავლევ იმ კოქტეილსა, ვალერიანი კოქტეილი ესა ბარამბო და ასეთ რამეები, უცებ ჯილფურანში რომ მიდივარ, საკუთარ თავი დავიჭირე უაზრო ფიქრები, განსასწრებელი. უაზრო და ამ უაზრო ფიქრებმა შემაშინა, ვაიმე ხომ არ გიждები მე. უაზრო ფიქრები და ძალიან თქო როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში. აბა ბატონო ხოჭა მოკლედ თუ შეიძლება რომ უპასუხოთ. ესე იგი არსებობს რამოდენიმე ვარიანტი იმისა, თქვა იგივე ტექნიკები და ასე შემდეგ, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, როცა რაღაც აზრები გვარწმუნოს, რაღაცას პირველი არ უნდა ვევამოთ, არ უნდა ვებრძოლოთ, გამოვატაროთ. ერთი ესეთი რაღაცა მხიარული, რომელიც ჩემ შემთხვევაში მუშაობდა, ბევრ შეიძლება არასერიოზულად მოიჩვენოს, არის რომ ყველა ესეთი ნეგატიური უარყოფითი თუ უაზრო ფიქრი წარმოვიდგინოთ, როგორც აი ცხენი, გაუხედნავი ცხენი, თქვათ. ბაზიანი ცხენი, ესეთი არა. და როცა მოდის ეს აზრი, ჩვენ აი ამ ცხენზე ვზივართ დავუშვათ. და შენ თავს ეუბნები, რომ ჩამოდი ახლა ცხენიდან. ხო, ან ვიღაცა გაგიბრას და ვიღაცას ხედავ გაგიჟებულ გიყვირს, ანუ წარმოვიდგინოთ ეს ზის აი ესეთ ცხენზე. ლინკებს ხრის, ხო? რაღაც ეს მოქმედეს, შეიძლება ეხლა უაზრობად ჟღერდეს თვითონ ესეც დავუშვათ ძალიან ეს არასერიოზულად, მაგრამ მერწმუნეთ ეს მოქმედებს ძალიან სერიოზულად, ეს არა ჩემი მოფიქრებული და ჩემი მოგონილი. ესეც ეგ არის ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, ტრიუკია. აი ახლა ერთგვარი ექსპერიმენტივითაა ჩვენი მსმენელის ჩართვა. გაქვთ ზუსტად 15 წამი მოასწარით, რაც სათქმელი გაქვთ. თუ მშვიდობისა. მშვიდობისა, ლანა, გიორგი პატრიქსემულსკუბარო, ეხლა რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძირითადად სანგვინიკი ტიპები, ფეთქებადი, ქართველები და სწრაფად ფეთქდებით და თუმცა სწრაფადვე გაგვდის ემოციები და მიტევება შეგვიძლია, მაგრამ რაც შეიძლება უნდა გქონდეს ასევე ჩვენ აფხლეთის მექანიზმები და იგივე უარყოფითი ესე იგი ემოციებიდან რომ განვითვირთოთ. ამიტომ არის კარგი მე მგონი ყველას საკითხული გვაქვს ლიტვაკის ფსიქოლოგიური აიკიდო და ფსიქოლოგიური ვამპირიზმი და ფსიქოლოგიური აიკიდოს კარგად უნდა ვფლობდეთ. აი თუნდაც ისე თქვენ რადიოზე პირდაპირ გეტყვით აი ამ 15 წამში. 15 წამი კი არა გავიდა 1 წუთი. დიახ 1 წამი. აი ზუსტად თქვენთან დავტოვებ ჩვენიერ დადებით ემოციებს, გესაუბრებით ყოველთვის. კი და მადლობელი ვარ. ხოლო აი თქვათ დავის პაიჭაძეს ვეთქვირო რუსეთთან ერთად ვეომები თურქეთს და დავტოვებ სულხასიეთზე. ასე შემდეგ ენერგო ვამპირი ვიქნები. ანუ ჩვენ დადებით ემოციას ვიწვევთ. აი ასე გავიგებ მე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სამწუხაროდ ვეღარ ვასწრებთ როგორც ყოველთვის, მაგრამ მე ვთქვი ბატონ ხუჩასაც უთხარი, როდესაც მოვიწვია რომ ფსიქოლოგის აზრი ძალიან მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით, ასე რომ შემდეგი გადაცემა ისევ გვექნება ეს თემა, ისევ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, ვისაუბროთ ისევ, ოღონდ ამ შემთხვევაში გვეყოლება ფსიქოლოგის სტუმრად და განწყობის თეორიაზე ვისაუბრებთ. ბატონო ხუჩა, უღრმესი მადლობა, ვიცი რომ ბევრი რამე ვერ მოვასწარეთ. შეუძლიათ ძალიან ბევრი ამაზე ინტერნეტში მოიპოვა, მათ შორის ეს თუნდაც ჩემს ბლოგს და იქ წაიკითხონ თუნდაც ის ტექნიკები, რაც დაეხმარება მათ. როგორ ნახოთ ბლოგის ისიც გითხარით? 3w.mebonia.com მან არის ესეთი არაჩვეულებრივი ფსიქოენერგეტიკული აიკიდო ეხლა ახსნა ბატონმა სინელნიკოვი არის უკრაინელი ფსიქოლოგი, მისი ავტორი. აი იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ეს პრობლემა, რომ რაღაცნაირად ვერ იშოვებენ. მოკლედ ამ თემაზე ცოტა კიდევ შეიძლება საუბარი, მაგრამ ვეღარ ვასწრებთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ხუჩა მებონიას მასპინძლობთ. მადლობა თქვენ არაჩვეულებრივი საუბრისთვის და ჰეპი გვესმის სიმღერა და ყველას ბედნიერებას გისურვებთ. პარასკევი დასრულდა და წარმატებული შაბათ გვირა. ჩვენ ორ შაბათს ისევ მოგესალმებით, ასე რომ დროებით სამშაბათს უკაცრავად. სამშაბათს დროებით. Bring me down, I said, take now. Bring me down. Can't none bring me down. The love is too high. Bring me down. Can't none bring me down, I said. Программа «Пятисады».